ჩვენ საქმიანობას არ შევწყვეტ. ყადაღის რეპრესიების და მუქარების მიუხედავად ჩვენ ჯიუტად გავაგრძელებთ შრომას. სანამ ქართველი ხალხი სამართლისა და სამართლიანობისთვის არ მოიპოვებს სრულ უფლებას. ასე პასუხობს 7 არასამთავრობო ორგანიზაცია ქართული ოცნების პროკურატურას. საერთო პოზიცია მკაფიოა. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდის მიზანია სამოქალაქო საზოგადოება ვეღარ დაეხმაროს მოქალაქეებს, ისინი ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ. მესამე სექტორში სამართლებრივ ბრძოლას აანონსებენ და აცხადებენ, რომ თუ ვინმე საბოტაჟირებს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ევროპულ მომავალს, ეს ოცნების ხელისუფლებაა. ქართველი ხალხის მტრებს სურს, რომ აღარ შეგვეძლოს არც ბავშვების, ქალების, შშმ პირების, სტუდენტების, უკანონოდ დაკავებულების, შრომელების, ხანდაზმულების უფლებების დაცვა. აღარ ვიკვლევდეთ და ვაშუქებდეთ უსამართლობას, კორუფციას, წამებას, სისტემურ ძალადობას, რომლის მოწმენიც ყველანი გავხდით ბოლო ხანებში. რომ აღარ ვიცავდეთ მათ სტრასბურგსა და სხვა საერთაშორისო სასამართლოებში. ჩვენ ვიბრძოლებთ ავტორიტარული წესებისა და რუსული კანონების წინააღმდეგ და გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს. ეს ღონისძიება მისნად ისახავს იმას, რომ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა შეფერხდეს, გაუქმდეს და აღარ გაგრძელდეს საქმიანობა. ასევე ეს არის მცდელობა იმის, რომ ევროკავშირის უვიზო რეჟიმის ფარგლებში წარდგენილი რეკომენდაციების არათუ შესრულება პირიქით განზრახ გაუარესება მოხდეს. იურისტები, რომლებიც მოქალაქეებს პროევროპული აქციების მიმდინარეობისას სამართლებრივ დახმარებებს უწევდნენ, განმარტავენ, რომ მაშინ როცა აქტივისტებს აკავებდნენ და პოლიციის წარმომადგენლები ძალადობდნენ, მათი პირდაპირი მოვალეობა სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა იყო. იურიდიული დახმარება, კონსულტაცია და პატიმრის დაცვა კი ვერცერთ შემთხვევაში კანონდარღვევად ვერ ჩაითვლება. კანონსაწინააღმდეგო ქმედება არც პირბადეების და აირწინაღების შეძენაა. ადვოკატები არც იმას გამორიცხავენ, რომ ოცნების მიზანი მოქალაქეებისთვის იურიდიული დახმარების გაუქმება იყოს. ბრალდებას საბოტაჟი არის სახელმწიფოს დასუსტების მიზნით რაიმე მტრული მოქმედების გაკეთება. აი რა კავშირი აქვს ამას იურიდიულ დახმარებასთან გაუგებარი არის. მეორე საკითხი იყო კიდევ თითქოს ადამიანები ყიდულობდნენ პირბადეებს და აერწინაღებს და ანუ ეგ არის დანაშაული, რაც ასევე აბსურდია, იმიტომ რომ როდესაც მონიტორინგს აკეთებს იურისტი იქნება ეს თუ ადვოკატი აქციაზე უფლებადარღვევების მონიტორინგს როდესაც აკეთებს და ესწრება აქციას, სადაც არამართლმიერი ძალის გამოყენება ხდება და მშვიდობიან მოსახლეობას გაზს ესვიან, ვალდებულია ჩვეულებრივად არასამთავრობო ორგანიზაცია, რომ თავის დასაქმებულ პირს შეუქმნას უსაფრთხო პირობები. მესამე სექტორის დევნა ავტორიტარული ძალაუფლების კონსოლიდაციის გზა, ამბობენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტებისთვის საგულისხმოა თარიღიც. პროკურატურამ ახალი სადამსჯელო მექანიზმი ევროკავშირის მიერ დათქმული ვადის გასვლამდე 4 დღით ადრეა ამოქმედა. მაშინ როცა ქვეყანა ისტორიული უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხის ქვეშაა. რეპრესიების ახალი ტალღა დაემთხვა ევროსაბჭოს ექსპერტთა დასკვნის გამოქვეყნებას, სადაც ოცნებისგან ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონის გაწვევას ითხოვენ. ეს მოქმედება შეგვიძლია პირდაპირ განვიხილოთ გუშინდელი ევროსაბჭოს ექსპერტთა დასკვნის პასუხად და მივიღოთ როგორც პოლიტიკური გზა, რომელსაც ქართული ოცნება შეადგა, რომელიც პირდაპირ მოდის დაპირისპირებაში საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან, საქართველოს ევროპულ გზასთან. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმების საფრთხე რეალურად უდგება ამ ქვეყანას, იმიტომ რომ ჩვენი პარტნიორების რჩევების აბსოლუტურ საწინააღმდეგოს აკეთებს ქართული ოცნება. საქართველოს პროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ დაიწყო ზუსტად იმ რეპრესიული ზომების გატარება, რასთან დაკავშირებითაც გუშინ გააფრთხილეს, რომ არ მომხდარიყო მსგავსი ნაბიჯების გადადგმა. ეს არის იმის ნათელი დასტური, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილი ასანქცირებს 4 მილიონ ქართველს, გვართმევს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას და ეს ცდება მხოლოდ ამ საკითხს. ეს არის ცივილიზაციური დაპირისპირება, სადაც საქართველოს ევროპული ნაწილი ებრძვის მოღალატეთა რაზმს. ეს არის მიზანმიმართული ნაბიჯი რუსულ სტილში. არასამთავრობოებს ეცხმიან და ემუქრებიან რუსეთში, მხოლოდ რუსეთში, სადაც ანგრევენ სახელმწიფოს. სწორედ ამიტომ 13 სექტემბერს ჩვენ ვიკრიბებით თესეუსთან 7 საათზე და ჩვენი მტკიცე ბრძოლის დემონსტრირებას მოვახდენთ კიდევ ერთხელ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომლითაც 7 არასამთავრობო ორგანიზაციას საბოტაჟის მცდელობას ედავებიან. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ორგანიზაციების ფინანსები გამოყენებული იყო აირწინაღების, პირბადეების და მცავი სათვალეების შესაძენად. გამოძიების მიუკერძოებლობაში ეჭვი არ შეაქვთ ივანიშვილის დეპუტატებს. პროკურატურას აქვს უთხოვარი ცნობები მასთან დაკავშირებით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსები გამოყენებული იქნა იმ რადიკალური აქციების დროს, რომელსაც მოყვა შეჯახებები, რომელსაც მოყვა პარლამენტის შენობის გადაწვის მცდელობები და უამრავი დარღვევა, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული რევოლუციურ სცენართან, რომელიც ამავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეადგინეს. პროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამოძიება ოცნების პროპაგანდისტის ვატო შაქარიშვილის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. სამოქალაქო საზოგადოების ანგარიშების დაყადაღებას კი წინ უძღოდა იმავე მტრული საქმიანობისა და საბოტაჟის ბრალდებით ფონდების ანგარიშების გაყინვაც. მათ შორის იყო ნანუკას ფონდი. ახლა საინტერესოა, რა იქნება საგამოძიებო უწყების შემდეგი ნაბიჯი. არაა გამორიცხული, რომ სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები პროკურატურაში გამოკითხვაზე უახლოეს მომავალში დაიბარონ.